შეხვედრისთვის პრეზიდენტისა და პრემიერის საათნახევრიანი აუდიენცია კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა 3 საკითხი დააყენა. მედიისა და სასამართლოს გათავისუფლება ზეწოლისგან და ხალხზე მასობრივი ძალადობის შეწყვეტა. საუბარი იყო ჩემი შენ გითხარი, რასაც მოუწოდებდი სააკაშვილს, იგივეს მომიწოდებდა მეც, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. შეხვედრიდან გამოსული პრეზიდენტი კი ეკონომიკურ სტაგნაციასა და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებზე საუბრობს. შეხვედრის დეტალებით და შეფასებებით მიშა ფეიქრიშვილი ჩაგვერთვება. ახლა პირდაპირ ეთერში მიშა გისმენთ. პრეზიდენტისა და პრემიერის თითქმის საათნახევრიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა მხარეების მიერ. პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შედგა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. ბიძინა ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის. დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია არ გამართულა. პირველად მთავრობის კანცელარიის პირველ სართულზე მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა მედიის შეკითხვებს, ხოლო მოგვიანებით პრემიერმა მე-12 სართულზე, კანცელარიის მე-12 სართულზე გამართა პრესკონფერენცია. დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა და დაასახელა ის ძირითადი პრიორიტეტები, რაც დასვა დღევანდელ შეხვედრაზე. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ დღეს მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა, სასამართლოს ხელშეუხებლობა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ უახლოეს მომავალში კვლავ შედგეს ანალოგიური შეხვედრები. რაც ეხება პრემიერს, პრემიერი აღნიშნავს, რომ დღეს რაიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეთანხმება არ მიღწეულა. გარდა ამისა, დღევანდელი პრესკონფერენციიდან გაირკვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით ელის მიხეილ სააკაშვილისგან საჯარო პასუხს და ეს არის თუ რომელ ქვეყანაში აქვს პრეზიდენტს ისეთი უფლებამოსილება, როგორც საქართველოში. ვფიქრობ, რომ შეხვედრა იყო შეხვედრისთვის. რამდენჯერმე შევახსენე სააკაშვილს, რომ მისი ინიციატივით იყო ეს შეხვედრა და იქნებ ჩამოეყალიბებინა მისი თმასულს. რამდენიმე შეხსენების შემდგომ მე თვითმფრინავი და სამამდე ავედი. გამოხვედი მე ზუსტად ესე ვუთხარი, რომ 19 უნივერსიტეტი გაქვს თუ 60 დამთავრებული, ამით რაბახობდი და ეხსენებდი მე რომ ჩვენს გამოსვლაში ნაცვლად იმისა, რომ პოზიცია დაგეფიქსირებინა. შემახსენე რომელ ქვეყნის კონსტიტუციაში და ვერ იხსენებდა, იქვე უთხარი, რომ ვერაფერსაც ვერ იზრავს, ეს გავა თუ არ გავა, მაგრამ ის რომ ამას საუბრობ შენ ქვეყნის პრეზიდენტი და პრეტენზიაზე მქონე კაცი, რომ შენ ხარ იურისტი, რომ არ გამოიყენებ. სად გაგიგია, რომელი ილია ჭავჭავაძე შენ ხარ მეცი, რომ ამაზე გულზე ხეს იცავ, როგორ შეიძლება საერთოდ კანონზე ესეთ საუბარი გამოიყენებს თუ არა. კანონი უნდა იყოს ისეთი, რომ ყველას უნდა შეეძლოს მისი გამოყენება და საზოგადოებისთვის ეს უნდა იყოს მისაღები და სასარგებლო და არა ის, რომ ვიღაც ამას გამოიყენებს თუ არ და დაუჯეროთ თუ არ დაუჯეროთ. დღეს შემდიდა, რომ რამდენიმე სახელმწიფოს დაასახელებს, სადაც დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც პრეზიდენტს აქვს იგივე უფლებები, იქ ვერ გაიხსენა ერთ-ერთი. აბა დავებულოთ მესაჯერებს ვაცხადოთ, რომ შემდიდა, ჩვენ შეახსენეთ, აბა დაასახელოს რამდენიმე სახელმწიფო, სადაც არის მსგავსი, მაგრამ თავის საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს. მარტის ბოლოს ეს ალბათ პარლამენტში გავა თემგისხრაზე. მე მოგახსენებ და ესეც უთხარი მე სააკაშვილს. რაც უთხარი იგივეს განმეორდა. ჩემთვის მე რო პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას ვაპირებდი დიდი ხნით და თქვა ეს იყოს ჩემი მიზანი, გაცილებით საინტერესო იქნებოდა რა თქმა უნდა, თუ ეს კანონპროექტი ჩავარდე. მაგრამ მე ვარ ქვეყნის შვილი, მე მინდა რომ საზოგადოება განვითარდეს არ იყოს სტრესების ქვეშ და მათ რიცხვში ნაციონალური მოძრაობის წევრები ისევე არიან ჩვენი საზოგადოების წევრები, როგორც დღევანდელი უმრავლესობა და მე მათ არ განვაცხოვებ და არც თქვენ არ განასხვავებთ და რაც უფრო მეტი მოახერხებს და საზოგადოების და არავითარი მუქარა ისე ვარ თქვა, რომ საზოგადოების ენაზე ისაუბრონ და საზოგადოებას აუხსნან საკუთარი პოზიცია, საკუთარ შვილებს და საკუთარ ოჯახს. მით უფრო კარგი იქნება ჩემთვის. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არის ყოველთვის საინტერესო. საინტერესო ნიშნავს იმას, რომ არის ფუნდამენტური განსხვავებები ჩვენი ხედვაში და ამას არც ერთი არ უმალავთ მე ფიქრობ, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა რომ იყოს შესაძლოა მაინც რამდენადაც არ უნდა გართულდეს ასეთ რაღაცებს ერთმანეთის თქმა, სწორია რომ ჩვენ ეს საუბრები გქონდეს, სწორია რომ ჩვენ ამ თემებზე ერთმანეთს გახსნათ ვესაუბრებთ, არა ტელეკამერებით, არა ღია წერილებით, არა Facebook-ის საშუალებით. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების და დიალოგის თემა. აქაც მე მგონი ყველასთვის გასაგებია. ჩვენი ინტერესი რა არის? ჩვენი ინტერესი არის ქვეყანაში შემარჩუნდეს თავისუფალი სასამართლო. იმიტომ რომ ერთხელ მთავრობა უნდა მუშაობდეს და ქონდეს სრული თავისუფლება მუშაობის და ვერავინ ვერ შეუშვეს ხელს და ეხა ის ლაპარაკი რომ ვიღაცას ვერ ვიჭერთ და ამიტომ ვერ მუშაობთ, მე მგონი ამას არავინ სერიოზულად არ იღებს. ჩვენ გვჭირდება
მთავრობა, რომელიც ეფექტურია, რომელიც არავინ არ უშლის ხელს და თელი უფლებამოსილება აღარ გადავეცით, მეორე მხრივ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ, რომ საქართველოში იყოს თავისუფალი დიქტატისგან თავისუფალი სასამართლო. ეს სასამართლო ბუნებრივად ვერ იქნება ჩემი დიქტატის ქვეშ, იმიტომ რომ მე ამის ბერკეტები აღარ მაქვს და ეს მე მგონი ყველას გვესმის, უნდა შეწყდეს ყველანაირი ზეწოლა მედიაზე. თქვენ იცით რომ სხვადასხვა პროცესები ვითარდება საზოგადოებრივ არხზე, სხვადასხვა ხელისფათური გარედან, სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობდა მუქარები, რუსთავი 2-ის და სხვა ტელეარხების მიმართ. იყო სხვა ისტორიები, როცა ტელეარხები დაიხურა, ბეპატრონეები გამოიცვალა და ასე შემდეგ. მე ხა ნამდვილად არ მინდა განზოგადოება ყველა ისტორიის, მაგრამ ფაქტია რომ მედიის მიმართულებით მიდის რაღაც გეგმაზომიერი კამპანია პოლიტიკური კონტროლის დამყარების. ჩემი მნიშვნელოვანი საკითხია შემდეგი, რომ რა თქმა უნდა არავის არ აქვს იმუნიტეტი არც პრეზიდენტს, არც მერებს, არც პარლამენტის წევრებს სისხლის სამართლების დევნისგან გრძელვადიანად ეს ყველაფერი დარეგულირებულია კანონით, მაგრამ მასობრივი დევნა რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი მოქალაქის. მასობრივი შევიწროება მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. ეს არის ცუდი არა მხოლოდ ამ ადამიანებს, ეს არის ცუდი ამ მთავრობისთვის და ეს არის ცუდი ქვეყნისთვის გრძელვადიანად. ქვეყანაში უნდა იყოს ძლიერი, ეფექტური მთავრობა და ქვეყანაში ამ მთავრობას უნდა ყავდეს ძლიერი, ეფექტური ოპოზიცია, რომელსაც შესაძლოა იქნება მთავრობა დააძღვიოს თუნდაც იმ შეცდომებისგან, რომელიც შეიძლება წინა მთავრობამ დაუშვას საქართველოში. და თან ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს. ამიტომ აი ეს არის სამი საკითხი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა დაკერებული. რაც შეეხება კონსტიტუციას, მე ვფიქრობ, ჩვენ გავაგზავნეთ ამაზე მუშაობას კიდევ ერთხელ მეორე. მე მგონი არ შეუჯერებადი პოზიციები არ არის, ჩვენ თითქმის შეჯერებული ვიყავით ყველა ამ საკითხზე. მე იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენ გადავლახავთ ამ დაბრძოლებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე, რა. ბევრად ფართოა ეს საკითხი, ვიდრე უბრალოდ რაღაც კონკრეტულ კანონ პროექტზე თითის დაჭერა პარლამენტში. ყველაფერი შეიძლება თქვა, რომ ეს იყო ბლეფი და სააკაშვილის პიარი, მაგრამ ამითი არ იცვლება ის, რომ არსებობს. ამიტომ როხან ეს არსებობს, მე ეს მიყვარს საკუთარი შვილივით. მე არ შეიძლება მინდოდეს საქართველოში არეულობა. მე არ შეიძლება მინდოდეს საქართველოში დაძაბულობა. მე მინდა რომ ყველაფერი რაც მივახციეთ, გაგრძელდეს. ამიტომ შეუძლებელია რომ არ მინდოდეს რომ ამ მთავრობამ გააგრძელოს ეს და მიაღწიოს რაღაც კონკრეტულ შედეგს ხალხი. შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან. საპარლამენტო უმცირესობაში აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ეს არის იდუმალებით მოცული იდეა ფიქსი პრემიერ-მინისტრის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ისინი აღნიშნავენ და ასახელებენ იმ ქვეყნებსაც, რომლის შესახებაც დღეს პრემიერი პრესკონფერენციაზე საუბრობდა და ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავდა, რომ დღეს პრეზიდენტმა ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაასახელა თუ სად არის ასეთი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეზიდენტი. დღეს გოკა გაბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სწორედ დაასახელა ჩვენთან საუბარში ეს ქვეყნები და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. ჩემთვის მართლაც საიდუმლოდ რჩება, რატო არის ეს პრემიერ-მინისტრისთვის იდეა ფიქსი, ეს საკითხი ვერაფრით ვერ ამომიხსნია, იმიტომ რომ პოლიტიკაში საჯარო განცხადებას ღიად გაკეთებულს რამდენჯერმე დიდი ძალა აქვს და პრეზიდენტმა თქვა მრავალგზის რომ არაპირებს ამ უფლებამოსილების გამოყენებას და ოქტომბერში საკონსტიტუციო ცვლილებები ისეაც ცვლის საკონსტიტუციო მოდელს და ეს ცვლილება იქნება ამის გარდა ჩვენ შევთავაზეთ მოდელი, სადაც ეს საკითხიც დარეგულირებული იქნება და სხვა საკითხებიც შევთავაზეთ მთლიანი კონტექსტი, რა კონტექსტში შეიძლება ამაზე შეთანხმება. პრემიერ-მინისტრი დღეს ისე ვიმეორებს, რომ აი არც ერთ ქვეყანაში ასეთი მოდელი არ არის. პრეზიდენტის და პრემიერის შეხვედრას დაარქვა შეხვედრისათვის არ არის სწორი, არ არის კორექტული. აზრთა გაცვლა საათის თუ საათზე მეტის განმავლობაში არის ძალზე მნიშვნელოვანი. თუ კი რა თქმა უნდა მხარეს კონკრეტულად უნდა რომ გაუგოს მეორეს ოპონენტსა და რაღაცა პრობლემების გადაწყვეტაზე იყოს ორიენტირებული. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ მთავრობა გამოვიდეს იმ შიშის რეჟიმიდან, თითქოს ვიღაცა და ამ შემთხვევაში პრეზიდენტი აპირებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას და მთავრობის დათხოვნას. მრავალჯერ თქვა მიხეილ სააკაშვილმა და კვლავაც დაადასტურა, რომ ის ამას არ აპირებს, რადგან თვითონ მთავრობამ გაუძლოს საზოგადოების და დროის გამოცდას. ანუ მან თქვა, რომ ჯერ ცოტა დროა გასული, მთავრობამ უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯები და საზოგადოებამ დაინახოს, რამდენად რეალისტურია.
საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ დღევანდელი შეხვედრისადმი განსაკუთრებული მოლოდინი მათ არ ჰქონიათ. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც კობა დავითაშვილი აღნიშნავდა, მიხეილ სააკაშვილი არასანდო პარტნიორია. გარდა ამისა, უმრავლესობის წარმომადგენლები ასევე აცხადებდნენ დღეს, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მათ ვერ მიიღეს პრეზიდენტისგან რაიმე სახის პასუხები, იმასთან დაკავშირებით თუ რას იზავს თუნდაც ნაციონალური მოძრაობა მარტის ბოლოს დაუჭერს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს წარმოქმნილ პროექტს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დღევანდელი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა იმისთვის, რომ გაეკეთებინა ის განცხადებები, რაც მას სურდა. მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა ყველაფერზე ამ შეხვედრის დროს. მე რაც მოვისმინე კომენტარები და გამოსვლები პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის, ესეთი დასკვნა გავაკეთე, რომ მიხეილ სააკაშვილი მივიდა იქ იმისათვის, რომ რაღაც ერთგვარად თავისი პოლიტიკური რეჩიტატივი მოესმინა მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ იყო მისული და არა არც ერთ საქმიანი წინადადება მე არ მომისმენია მიხეილ სააკაშვილისავე გამოსვლაში. რაც იმას ნიშნავს და ვინც მიხეილ სააკაშვილს იცნობს კარგად, იცის, რომ შეუძლებელია ამ კაცთან შეთანხმება, ვინაიდან მისი ყველა შეთანხმება, მისი ყველა ხელის ჩამორთმევა არაფერს არ ნიშნავს. როგორც ყოველთვის და როგორც მოსალოდნელი იყო, სააკაშვილი შეხვედრის შემდეგ კომენტარებშიც იკითხებოდა, რომ არ არის გულწრფელი და ის საუბრობდა იმ საკითხებზე, რომელიც მას უნდოდა ეთქვა. მინდა ვთქვა, რომ სრულიად შეუსაბამოა მოთხოვნა, რომ სასამართლო გათავისუფლდეს, ვისგან გათავისუფლდეს ნაციონალური მოძრაობის ეწოლისგან და გაათავისუფლო ნამწნეხისგან ბატონი კუბლაშვილი და მოსამართლეები. მედიას რაც შეეხება, მედიასაც ასევე თუ ვინმეს მიმართ არსებობს პრეტენზიები, არსებობს სააკაშვილის მიმართ. პოლიტიკური ნიშნით დევნის საქმეები აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავენი დაისაჯონ და აუცილებლად პასუხი უნდა აღოს ბატონმა სააკაშვილმა და ყველამ, ვინც წლების მანძილზე ამ დევნას ახორციელებდა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა. დღეს პირველად არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მივიდა მთავრობის კანცელარიაში და ისარგებლა პრეზიდენტის კაბინეტით. დიდი მადლობა, ეს იყო მიშა ფეიქრიშვილი.